It should be перезагрузка. 2014 წელს საბოლოო წარსულს ჩაბარდა წითელი ღილაკი, რომლითაც თითქოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მომხდარიყო. ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსეთმა გაზაფხულზე ყირიმი მიიერთა. ყირიმის ანექსიამ და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერამ დასავლეთის მკაცრი რეაქციები და ეკონომიკური სანქციები გამოიწვია. მთავარი ინიციატორი ვაშინგტონი იყო. სანქციები დაწესდა რუსულ ბანკებზე, წარმოებაზე, ბიზნესმენებზე და ეგრეთ წოდებულ პუტინის საახლობლოზე. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი მიიჩნევს, რომ შედეგად რუსეთმა იზარალა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა არც რუსეთისთვის და არც რუსებისთვის. ამაში სრულიად დარწმუნებულები ვართ და ვფიქრობ, დღითიდღე ეს უფრო ცხადი ხდება. აქამდე მიყენებულ ზარალ შორისაა გაუფასურებული რუბლი, იმპორტირებულ საქონელზე გაზრდილი ფასები, ნაღდი ფულის ნაკლებობა რუსულ ბანკებში და მკვეთრად გაიაფებული ნავთობი. ვაშინგტონში სჯერათ, რომ ეს რუსეთის მიერ საერთაშორისო პოლიტიკის წესების გაუთვალისწინებლობის შედეგია. უილიამ პომერანსი კენანის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ პუტინი ახლა ცდილობს წარუმატებლობა ობამას დააბრალოს. ბოლო 2 წლის განმავლობაში პუტინს მმართველობა მთლიანად თავის ხელში ჰქონდა აღებული, ყველაფერს ის აკონტროლებდა. ახლა წარუმატებლობას პრემიერ-მინისტრს ან დუმას ვერ, მაგრამ ობამას კი დააბრალებს. თეთრი სახლი იმეორებდა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას სანქციების შემსუბუქება მოყვებოდა. პასუხად რუსეთის მთავრობა აცხადებდა, რომ სანქციების მიზანი რუსეთის შესუსტებაა და წლის ბოლოს განახლებულ სამხედრო დოქტრინაში რუსეთმა საგარეო საფრთხეებად ნატო და ამერიკა დაასახელა. ენდრიუ კაჩინსი სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრიდან ამბობს, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთის კრიტიკა გაიზრდება. რუსეთს ცუდი ურთიერთობები აქვს როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიასთან. ობამას მემარცხენეები და მემარჯვენეები ერთნაირად აკრიტიკებდნენ, რომ ის სათანადოდ მკაცრი არ იყო რუსეთთან მიმართებით. 2015 მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისის დასაწყისია და არც ერთ კანდიდატს არ ენდომება რუსეთთან მიმართებით სუსტად გამოჩენა. მომდევნო კვირიდან ამერიკის კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები გააკონტროლებენ. დემოკრატ პრეზიდენტსა და რესპუბლიკურ კონგრესს შორის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არსებული უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ის გამოწვევაა, რომელიც ორივე პარტიას აერთიანებს. ნანა საჯაია, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.